Готовы? Мы едем в Крым, ведь Крым-то наш. И ждет нас море и кураж. Am ვიდეოდანაც კარგად ჩანს, რომ ყირიმში დასასვენებლად წასვლის მსურველი თითქმის აღარავინაა. პირიქით ხალხი, რომელიც 12 წელი კრიმნარს გახვიროდა, ანექსირებულ ნახევარკუნძულს ახლა ისტერიულად ტოვებს. Мне кажется, это абсолютный рекорд. Такой очереди перед мостом еще не было никогда. მართალია მსგავსი კილომეტრიანი რიგები პუტინის საამაყო ხიდთან მანამდე არ იყო, რადგან მანამდე ვერავინ გრძნობდა საშიშროებას, რომ ნახევარკუნძული შესაძლოა სრულად იზოლირებული კუნძული გახდეს, სადაც ცხოვრება გაუსაძლისი იქნება. როგორც ჩანს, უკვე რუსებიც ხვდებიან, რომ ეს არც ისე შორი პერსპექტივაა. Я не понимаю, что мне делать. Да я понимаю, что мне делать. Я понимаю, что мне делать. Наверное, мне надо собирать вещи и уезжать. ყირიმიდან გაქცევა ახლა მხოლოდ ქერჩის ხიდითაა შესაძლებელი, ისიც მხოლოდ მანქანით. პუტინის საამაყო ხიდს რუსები ახლა თვალისჩინივით უფრთხილდებიან. მისი დაცვა ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გააძლიერეს. წყალქვეშ დრონებისგან დამცავი ბარიერები გააკეთეს. წყალს ზემოთ კი პერიოდულად, ასე კვამლის ფარდით ნიღბავენ, რომ მადიარის ჩიტებს ხილვადობა გაუფუჭონ. თუმცა როგორც ჩანს, ხიდის აფეთქება უკრაინელებისთვის ახლა მნიშვნელოვანი არ არის. თორემ სადაც ხიდთან ახლოს საჰაერო თავდაცვის სისტემა და ნავთობსაცავი აფეთქეს, არც თავად ხიდზე დამიზნება გაუჭირდებოდათ. ამ კაცის ჩიტებს, რომ სამიზნე არ ერევათ, რუსები წესით მიხვდებოდნენ. ახლა ისიც ხვებთან ერთად პოპკორნით უყურებს ოკუპანტების რეაქციებს მისი დრონების წარმატებულ გაფრენებზე. ამ კვირის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი უკრაინული ოპერაცია ყირიმში სარკინიგზო მიმოსვლის გაჩერება იყო. მადიარის ჩიტებმა მთლიანად გაანადგურეს ერთ-ერთი ხიდი ჩრდილოეთ ყირიმის არხზე, ქერჩსა და ჯანკოეს შორის. ეს სარკინიგზო ხაზი იყო ერთადერთი, რაც ოკუპირებულ სიმფეროპოლსა და სევასტოპოლს ყირიმის ხიდის გავლით რუსეთის რეგიონებთან აკავშირებდა. ის გამოიყენებოდა სამხედრო ტვირთების გადასაზიდანაც. ხიდზე იერიშის შემდეგ დრონებმა სარემონტო ტექნიკით დატვირთული შემადგენლობაც ააფეთქეს. შედეგად ყირიმის შიგნით მატარებლით გადაადგილება უკვე შეუძლებელია. ავტობუსები კი საწვავის დეფიციტის გამო შეფერხებით მოძრაობენ. მედიის ინფორმაციით, ამ ოპერაციით შეშინებულმა რუსებმა სარკინიგზო მიმოსვლა ყირიმის ხიდზე შესყუდეს. სიმფეროპოლის და ქერჩის რკინიგზის სადგურებზე მატარებელს ხალხი საათობით უშედეგოდ ელოდება. Теперь все эти люди в очереди на вокзал. Жесть. Ну и вот этот вид тоже чуть-чуть портит. Вайбец. Ого. Это жестко. ყირიმში რუსებს განწყობას ბოლო დღეებია ბევრი ფაქტორი უფუჭებს. ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ყოველდღე სროლა და აფეთქებებია. დიდხანს იწოდა ქერჩის თბო ელექტროცენტრალი, ნავთობაზა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადიოლოკაციური სადგურები კი ნახევარკუნძულზე თითქმის აღარ არსებობს. ტელეგრამ არხებზე წერენ, რომ რუს სამხედროებს ნახევარკუნძულიდან ოჯახები გაღავთ. Всё. Самое страшное началось нахуй. Я вовремя, короче, семью, ебать, увез нахуй с Крыма. В пизда, нахуй. Теперь они выбирают жизнь. ვისაც წასასვლელი არ აქვს ძველი უნარების გახსენება უწევს. უკრაინული დრონების იერიშების გამო პრობლემები აქვს ელექტროსისტემას. ნახევარკუნძულზე დენი და წყალი გრაფიკითაა. ყირიმი 12 წლის წინანდელ პერიოდს დაუბრუნდა, როცა რუსკი მირი პირველად მივიდა და კვირების განმავლობაში ნახევარკუნძული სრულ ბლეკაუტში იყო. ფიქრობ, ეს ორი ვიდეო ვითარებას ზუსტად ასახავს. У нас мир затих. Нет жужжания, нет интернета, даже нет сотовой связи. Некоторые люди пересели на лошадей, ездят на велосипедах. Бензина нет, света нет, воды нет. Такой удивительный мир в 2026 году.
Отключили свет. Транспорт не работает, люди с районов не могут добраться, холодильники таят, продукты портятся, полный пиздец. Самое забавное, что я ничего не могу сделать с тем, что происходит у меня дома. Я могу только наблюдать, как вся жизнь моих родственников, друзей и знакомых превращается в катастрофу, потому что никто ничего не может сделать. В новостях об этом вовсе не говорят, и никто не осмеливается показывать прекрасное голубое небо прямо над моим домом, потому что его нет. საკურორტო სეზონი რომ ჩავარდა, უკვე მიხვდებოდით სანაპიროები, სადაც ადრე უამრავი ადამიანი ირუჯებოდა, ახლა თითქმის цаრიელია. საგანგებო მდგომარეობის გამო შეზღუდვებით მუშაობენ კაფეები და რესტორნები. საწვავის კრიზისი კი ქუჩებსაც დაეთყო. Мы как будто в апокалипсисе каком-то находимся. 9 вечера, Симферополь, лето, Крым. Вообще машин нет. Люди все где вы? რუსებმა სოციალურ ქსელში ყირიმთან გამომშვიდობების არაერთი ემოციური ვიდეო დადეს. Запомни этот миг таким, каким его ты никогда не помнишь. Вне зоны доступа мы не опознаны, вне зоны доступа мы дышим воздухом, вне зоны доступа вполне осознанно, вне зоны доступа мы. Обычный день водителя троллейбуса в Севастополе. ემოციების გარეშე რეალურად რომ შევხედოთ ყირიმში ვითარება მართლაც კატასტროფულია. უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან ნახევარკუნძულზე შესასვლელი ყველა ხიდი აფეთქებულია. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ადგილობრივებს კი არა საკუთარ თავსაც ვეღარ იცავს. იწვის ნავთობაზები, გაზსაცავები, ბენზინმზიდები. პუტინის სამხედროებს კი არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ბოლო 10 წლეულის განმავლობაში პირველად არტეკის საბავშვო ბანაკმა მუშაობა გააჩერა. და თუ ისევ გაქვთ კითხვა ვისია ყირიმი, კარგად მოусმინეთ ბელორუს მსახიობსა და რეჟისორს ვიაჩესლავ სიკოვას. История еще не знала такого позора. ისტორიას არ ახსოვს ასეთი სირცხვილი. უკრაინა, რომელსაც არ ყავდა ფლოტი, ჯერ გაანადგურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და შემდეგ ისე რომ არ შესულა ყირიმში, იწყებს ყირიმის გათავისუფლებას. რუსებო, 14 წელი ვაგროვებდი გამონათქვამებს. ვისია ყირიმი, ვისია ყირიმი. ყირიმი იმისი კი არ არის, ვისი დროშაც ფრიალებს, არამედ იმისი, ვინც აკონტროლებს. უკრაინა იწყებს ყირიმის კონტროლს. თუ ეს აქამდე ვერ შეიგდეთ, ამის განკურნება შეუძლებელია. მოგწონთ თუ არა ეს, უკრაინა ყირიმში ბრუნდება. Кто его контролирует? Так вот, контролировать начинает опять Крым, Украина. ამ დღეების განმავლობაში არაერთმა ექსპერტმა და ანალიტიკოსმა გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინელების შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა ნახევარკუნძულზე დესანტის გადასხმა იყოს. პრეზიდენტმა ზელენსკიმაც მიანიშნა, რომ კიევს ყირიმთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა აქვს. Наша операція, зокрема щодо Криму. ჩვენი ოპერაცია განსაკუთრებით ყირიმთან დაკავშირებით მკაფიოდ არის გათვლილი და თუ უკრაინას ექნება ის რაზეც მოკავშირეებთან საუბრობდით G7 სამიტის ფარგლებში, ჩვენ დაუყოვნებლივ შექმნით პირობებს, როდესაც რუსეთი იძულებული გახდება მშვიდობა აირჩიოს. Коли Росія буде змушена обрати мир. პუტინის იძულებისთვის უკრაინას 40 დღე აქვს. სწორედ ეს პერიოდი განუსაზღვრა პრეზიდენტმა ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურს კომბინირებული სპეცოპერაციისთვის, რომელსაც ასეც დაარქვეს მშვიდობის იძულებისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში გვპირდებიან, რომ რუსეთი ცეცხლის ალში იქნება გახვეული. ოპერაციას რუსეთის ტერიტორიაზე სპეცოპერაციების ცენტრი ალფა ჩაატარებს, რომელიც ოკუპანტთა ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის განადგურების შედეგებით ლიდერ პოზიციას იკავებს. ისე პუტინს ყველაფერი ცუდი უკან ბუმერანგივით უბრუნდება. ზუსტად იგივე სახელი მშვიდობის იძულება ერქვა 2008 წელს საქართველოსთან ომს. კარგი ამბები უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფებსაც აქვთ. ხერსონის ოლქში კინბურის ნახევარკუნძულზე კვლავ უკრაინის სახელმწიფო დროშა აფრიალდა. ეს ტერიტორია რუსებს 2022 წლიდან ჰქონდათ ოკუპირებული. ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება ოდესას ცნობით მასირებული დარტყმების შედეგად უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტები პოზიციებიდან გააქციეს. კრემლის დიქტატორი წარუმატებლობას ჯერ არ აღიარებს, თუმცა ნელ-ნელა უკრაინასთან მოლაპარაკების თემის წინ წამოწევა დაიწყო. Россия, тем не менее, как уже не раз говорилось, готова. რუსეთი როგორც არაერთხელ ითქვა მზადა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, მზადა იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც სტამბულში იქნა მიღწეული და შეგახსენებთ, ის იყო პარაფირებული უკრაინის დელეგაციის მიერ. ესე იგი, მათთვის ეს ყველაფერი მისაღები იყო, ვერ ხედავს საფუძველს, რომ ამ შეთანხმებიდან გადაუხვიეთ. Ходить от этих договоренностей с нашей стороны.
ამ მიმართვაში უკრაინელი ჟურნალისტების ყურადღება არა პუტინის ტექსტმა, არამედ მისმა ქცევამ მიიპყრო. მთელი გამოსვლის განმავლობაში კრემლის დიქტატორი აჩვენებდა, რომ ფურცლიდან კითხულობდა და თან შენიშვნებს აკეთებდა. თუმცა თუ კარგად დააკვირდებით, პუტინს ფურცელი უკუღმა უჭირავს. Все настолько плохо, что экономят даже на бумаге и текст пишут на старых квитанциях. და ისევ ფრონტის ხაზს დავუბრუნდეთ. ბოროტიანები ამბობენ, რუსულ ჯარში უკმაყოფილება იზრდებაო. ამ კვირაში პრიგოჟინის სამხედრო ამბოხის გამეორების მცდელობაც იყო. პუტინს მისივე სამხედრო ოპერაციის მონაწილემ საჯარო ულტიმატუმი წაუყენა და ჯარში არსებულ პრობლემებზე სალაპარაკოდ შეხვედრა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული არმიის კრემლისკენ დაძვრით დაემუქრა. В данный момент десятки сотни ამ დროისთვის ათეულობით და ასეულობით ჩვენი სამხედრო არის დასჯილი მათი მეთაურების მიერ და იმყოფებიან საპყრობილეებში. მათ ეგრეთ წოდებული გესტაპო აწამებს და არადემონურ პირობებში აყოფს მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეასრულეს სულელური ბრძანებები. თუ უახლოეს პერიოდში მე არ ჩამოვარკვევ და თქვენთან ერთად საჯარო გამოსვლა არ ვიქნება, არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მომართავს. Армия развернет свое оружие против Кремля. სამხედრო ამბოხი ისევ გადაიდო. საშა ლუნინი კრემლში მიიწვიეს, თუმცა ამით ჯერ არ აღმოიფხვრა პრობლემები, რომელიც პუტინის არმიას აქვს. რუსი ჯარისკაცების ყოფა ფრონტის ხაზზე ყოველდღე უფრო მძიმდება და ვფიქრობ, ეს ზედმეტად უტრირებული შეფასება არაა. ამაზე მეტყოლებს ის ვიდეოები, რომელსაც სოციალურ ქსელებში თავად ანთავსებენ. მოვაწერე კონტრაქტს ხელი. იქ პირდებოდნენ, რომ დრონებთან მომიწევდა მუშაობა. კარგი ანაზღაურება მექნებოდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. საბოლოოდ კი შტურმის დანაყოფში გამიშვეს. ნახეთ, ფეხები მთლიანად დაზიანებული მაქვს. სიარული მიჭირს, მაგრამ მეთაურები უკან დახევის უფლებას არ მაძლევდნენ. პუტინის საოკუპაციო ჯარის სამხედრო მომარაგებას თითქმის ვეღარ იღებს. ყველა გზა, სადაც მათი სატვირთოები ან ბენზინმზიდები გადაადგილდებიან, უკრაინული დრონების კონტროლის ქვეშაა. საწვავის დეფიციტის გამო კი აღარ იციან უკრაინული დრონების უფრო ეშინოდეთ თუ გზაში დარჩენის. Блядь, она целая, брат, доедем! Заводи, поехали, брат! Так бы мы сами поехали, просто бензин закончился. Бензина нет. აღიარებს თუ არა, კრემლის დიქტატორი ცუდ ვითარებაშია. შემოდგომაზე არჩევნები აქვს, რეიტინგი კი ეცება. უკრაინელების ბოლო დროის შეტევებმა და ამით გამოწვეულმა პრობლემებმა თვალები რიგით რუსსაც აუხილა. ხალხმა პუტინის რეჟიმის შიში და პატივისცემა დაკარგა. აბა სხვა როგორ შეიძლება შევაფასოთ ვიდეო მიმართვები, სადაც მას მკვლელად და ქურდად მოიხსენიებენ. Владимиру Владимировичу Путину. მე მიმართავ ვლადიმერ ვლადიმერიძე პუტინს. მე არ დაგიძახებთ ძვირფასო ვლადიმერ პუტინს, რადგან ჩვენი ერი თქვენ პატივს აღარ გცემთ. თქვენ მუკლელი და ქურდი ხართ. თქვენ დაანგრიეთ ჩვენი ქვეყანა. თქვენ აქ არავის სჭირდებით. როცა უკრაინელები ჩვენს ქვეყანას ბომბავენ, თქვენ ბუნკერში იმალებით. ხალხს კი თავშესაფრები არ აქვს და არ იციან სად წავიდნენ. თქვენ დასცინით ქვეყანას. წადით, თქვენ ქურდი და მკვლელი ხართ და ყველას ეზიზღებით. Убирайтесь, вы вор и убийца. Вас ненавидят все. Путин, где наша безопасность? პუტინ, სადაა ჩვენი უსაფრთხოება? შენ როცა სამხედრო ოპერაცია დაიწყე, ჩვენთვის, ხალხისთვის აზრი არ გიკითხავს. უზრუნველყავი ჩვენი უსაფრთხოება. თუ არ შეგიძლიათ, წადი. პუტინის რეჟიმს კრიტიკოსები მის აქტიურ მხარდამჭერებშიც გამოუჩნდა. კაცი, რომელიც 2022 წელს წითელ მოედანზე გოიდას ყვიროდა და რუსებში ბრძოლის ჟინის გაღვიძებას ცდილობდა, ახლა ქვეყნის უბედურებაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს. Бойся! Мы идем! Гойда! Бомбят нас нещадно. დაუნდობლად ბომბავენ, აცამტოერებენ პირველყოფილ ინფრასტრუქტურას, მაგრამ თანამემამულენო ნუ დავდარდიანდებით, არ დაივიწყოთ რუსული ქაოსის დიდი ჰარმონია. ამ უბედურებისთვის ვიღაცა აუცილებლად აგებს პასუხს. დამნაშავეებს საფუძვლიანად მოძებნიან, რადგან უბედურება ცოტა არაა. დაგორდება თავები ჩინოვნიკების სულელი დეპუტატების პარკეტის გენერლების, რომლებსაც ერთი წვეთი სისხლის არ დაუღრიათ ბრძოლაში და მათ ადგილას მოვლენ წესიერი კომპეტენტური ჭკვიანი ადამიანები და ისინი მიგუყვანენ გამარჯვებამდე. თუ ეს ასე არ მოხდება, ყველაფერი დაიწვას და იფერფლს. А если этого не произойдет, то пусть все сгорит дотла. საწვავის კრიზისიც არარეალურ მასშტაბებს იღებს, როგორც რუსები ამბობენ, შიმშილის თამაშები აქტიურ ფაზაში შედის. მოსკოვშიც და რუსეთის ყველა სხვა რეგიონში ბენზინ გასამართსადგურებზე კილომეტრიანი რიგებია. ხალხი საწვავისთვის ღამებს მანქანებში ათენებს, მაგრამ ავს მაინც ვერ ავსებენ. წარწერა საწვავი არ არის, სულ უფრო მეტ ბენზინ გასამართსადგურზე ჩნდება. Вот она колонка, вот она закрыта, и вот этот весь поток сюда. Это Москва, не Крым. Москва, позор. Как мы до такого дожили? В столице нет бензина,
чтобы заправить авто. В Москве нет бензина. Бензина нет в Москве. Слушайте, это даже звучит как какой-то сюрреализм просто. Вот и наступает самое страшное. აი დგება ყველაზე საშიშიერად ნათელი მომავლის გამაგრით ძნებო მალე დაიწყება ყველაზე საშინელი ბრძოლა. ბრძოლა ბენზინისთვის ჩვენ ვიჩხუბებთ მეზობელთან ერთი კანისტრა ამ საწვავისთვის. ჩვენ გავკვდოთ ერთმანეთს აუზიდან ამოვიდოთ ბენზინის უკანასკნელ წვენს. Ну ничего. Linda Lou, Molly Lila Lou, I love you, Linda Lou. Molly Lila Lou, I love you, Linda Lou. Molly Lila Lou. საწვავის კრიზისმა ყველას ეს 2023 წელს რუსების გაკეთებული ვიდეო გაახსენა. მაშინ კრემლის პროპაგანდა საწვავის კრიზისს ევროპელებს უწინასწარმეტყველებდა და ასე დასცინოდა. Современные проблемы требуют современных решений. მაგრამ სამ წელში ვიდეოში აღწერილი ვითომ ევროპის მომავალი ახლა რეალობად რუსებისთვის იქცა. Что, бензина нет на заправках? А ей бензин не нужен. 3 морковки, она полдня гуляет. Да, вот так. Сейчас заправим тебя, родная. Все как положено на заправочке. И все. 24 рубля. Полдня гуляет. რაც არ უნდა მოვინდომო რუსეთის რეალობას, რუსი იუმორისტზე კარგად ვერ ახსნი. სემიონ სლეპაკოვმა სიმღერით მოყვა ამბავი იმაზე, სამ დღეში დასამთავრებელი ომი როგორ შემოუტრიალდა 5 წელში თავად კრემლის დიქტატორს. Дроны летают над столицей, в ахуе вся страна. 5 долгих лет почти уж длится маленькая война. И ясно ежу, и даже шаману, что мир заключать пора. Но кто-то твердит, мол, все по плану. Ура, ура, ура. Растет на бензин цена, но главное не страна. А чтобы была в ней надежно жопа защищена одна. Главное, чтобы не узнали дроны, где она. Для конспирации очень тихо звук издает она. პუტინი მალე სავარაუდოდ სულ მარტო დარჩება. მედია საშუალებების ცნობით მცდელობის მიუხედავად ბელორუსი ომში ვერ ჩაითრია. ლუკაშენკომ ის რეტრანსლატორებიც გამოურთო, რომელსაც მისი არმია უკრაინის საზღვრისპირა რეგიონების დაბომბვის კორექტირებისთვის იყენებდა.